იმ გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისადაც კანონში შეიტანეს ცვლილება და ერთიანი ქვითრით სავალდებულოა ყველა გადასახადის გადახდა და ერთ-ერთის გადაუხდელობის ან დაგვიანების შემთხვევაში ჩაგიჭრიან ელექტროენერგიას, ეს არის როგორც უსამართლო უკანონო გადაწყვეტილება, ასევე არის ანტისოციალური და ახსნი რატო? პირველი, ამით შექმნეს მეგა რუსული მონოპოლისტური კომპანია. მოგეხსენებათ, თელასი არის რუსული კომპანია, ასევე თბილისის წყალი არის რუსული კომპანია, უпроსორად არის სააკაშვილისა და რუსების ერთობლივი ბიზნესი და ამას მიაკერეს ზემოდან დასუფთავების მოსაკრებელი, რომელიც საერთოდ სამართლებრივად სხვა ცნება, ის არის კომუნალური მომსახურების, ეს არის მოსაკრებელი, რომელსაც ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობა, ამით შექმნეს მეგა მონოპოლია და ამავე დროს ამას თან მიაყოლეს წყლის ტარიფის ზრდა და ასევე ზრდიან გადასახადს ნაგვის გატანაზე. ეხლა რითი არის დასაბუთებული წყლის ტარიფის გაზრდა? იქნება ამიხსნას. ამის შემდეგ ნაბიღლავი წამოვა ჩვენს ონკანებში, ბორჯომი წამოვა, თუ მინერალები გაიზრდება. აი რითია დასაბუთებული, რა ინვესტიცია ჩადო იმ კონკრეტულმა კომპანიამ, ამაზეც ვისაუბრებ, იმ კონკრეტულმა კომპანიამ, რომელსაც გავზარდეთ რუსულმა და სააკაშვილის კომპანიამ, რომელსაც ტარიფი გაზარდეთ, მაპატიეთ ტარიფი გაიზარდა. რითი არის დასაბუთებული? არაფრით არ არის დასაბუთებული ეს გადაწყვეტილება. მოგახსენებთ, საერთოდ არაფრით არ არის დასაბუთებული ეს გადაწყვეტილება. მოდით ვკითხოთ, არ მაპატიეთ რა გავაგზავნეთ. ამ ლოგიკას გავაგზავნეთ რა თქვენის ნებართვით საკმაოდ დრო ქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ დაესაბუთებია მათი გადაწყვეტილება. ეს ერთი. მეორე, ეს დაახლოებით გავს რას იცით, ერთ მაღაზიაში რო კონდეს პურის ვალი და მეორე მაღაზიაში არ მოყიდონ შაქარი. დაახლოებით იგივე გადაწყვეტილება. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში 1,800,000 ყავს სიღატაკი ზღვარს ქვემოთ, გაჭირვებული, გაუბედურებული, რომლის ყოველდღიური, ასე ვთქვათ, შემოსავალი კატასტროფულია და ლუკმა პურს და იმას რა ქვია, წყლის მოპოვებაზე არის გადაგებული. რას უშვებიან იმ ადამიანებმა, როგორ უნდა გადაიხადონ ეს სახდელები ერთდროულად? ბუნებრივია, ვერ გადაიხდიან. ეხლა დაახლოებით ამათ დასაბუთებული აქვს და სტატისტიკაა ასეთი, რომ მილიონი ადამიანი დასაქმებული არის თურმე სოფელში, რომელიც უბაყუნებს თოხს და რომლის თვიური შემოსავალი არის 7 ლარი და 50 თეთრი. ერთი თვე ცადონ და 7 ლარსა და 50 თეთრზე იცხოვრონ თვითონ და საკუთარი ოჯახის წევრები აცხოვრონ. ხო შეიძლება ესეთი ექსპერიმენტი გაკეთდეს. კარგი. საზღვარი ხო აქვს ამას ყველაფერს. ეხლა პლუს ამას ემატება რა? ყველა საინტერესო რა არის? თურმე თვითეული მოქალაქე ჩვენ გადავიქეცით დელფინებად, გამოვიდეთ ლაყუჩები და მოვიხმართ სოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით წყალს დღე-ღამის თუ ერთი თვის განმავლობაში. ერთი დღეში საუბარი არის 920 ლიტრზე. როგორ საბუთებთ ამას? იმაში რა ქვია და ასაბუთებენ კიდე რითი იცით? თურმე იმისო რა ქვია სისტემა არ არის მოწესრიგებული და ძალიან ბევრი წყალი იკარგება 60% მოწოდებული ჟინვალიდან წყალი იკარგება. ეს წყალი რო იკარგებოდეს ხო ჩვენ ვენეციასავით გონდოლებით უნდა დავდიოდეთ თბილისის ქუჩებში. არანაირი დასაბუთება ამას არ გააჩნია. მეცაც გეტყვით ელექტროენერგიის ფასი რომელიც 18 თეთრია დღეს იმაში რა ქვია დადგენილი საქართველოში. იცით რამდენად ყიდიან ესენი თურქეთში ელექტროენერგიას? 6 თეთრად. მაშინ საკუთარ მოქალაქეზე ეს ხო საერთო სიკეთეა და ენგურ ჰესე გამომუშავებული 1 კილოვატ-საათი ელექტროენერგია იცით რა ღირს თეთრნახევარი. ეხლა როგორ დაასაბუთებენ ამას როგორ ახსნიან ამას საინტერესოა თეთრნახევრიანი ელექტროენერგიაში 18 თეთრს რატო გვახდევინებთ? კი ბატონო, რატო გვახდევინებთ 18 თეთრს? საქართველოს ჰიდრორესურსებით საბჭოთა სივრცეში იყო ყველაზე მდიდარი 26,000 მდინარეა და მათ შორის უმეტესობა არის მტკნარი წყლი. ბატონია, ხვდებით რომ საკმაოდ ესე მორჩილად უსმენდი მე ამ გამოსვლას ბატონ გიორგისას და ვცდილობდი დამეჭირა რაციონალური მარცვალი მე როგორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს მე არა მაქვს საუბარი რომ მე ვარ ამ წუთას ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონ გიორგის სიტყვებიდან დამეჭირათ თუნდაც ერთი ფრაზა რომელიც მე საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს გამომადგებოდა მომავალში და გამიუმჯობესებდა ჩემს მდგომარეობას
თავი პრობლემა ბატონ გიორგი არის ის რომ ჩვენ სააკაშვილი აუმჯობესებს ბატონ გიორგი დანჩენი მოსახლეობის საქართველოს მიხეილ სააკაშვილი აუარესებს როგორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეზე ბატონ გიორგი მე თქვენ გაცლიდით ახლა და არ მაცლით ეს არის მაბატიეთ რა არ უნდა დალაგებული და საუბრობელი სიტყვები ეს არის შარაგის აჭარობა თქვენ საუბრობთ ხოლოდ და ხოლოდ დემაგოგიურად ძალიან ბატონო თუ შეიძლება ჩამოაყალიბოს აზრი ბატონო გია საკითხებზე რომელიც არანაირად საკითხია ის ცალკე საკითხია ამოღებულ თანხებს სადხარჯავენ გასაგებია სადხარჯავენ მეტყვით ამას აუცილებლად ეს არის არაფრის მომცემი ეს არის ხმაურიანი განცხადება რომლითაც ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს ჩვენი მოქალაქე იქნება დაბნეული და ვერანაირად შეიძლება სარგებელს ვერ მაგრამ ძიმე ხარკა დაწევს ეს გადასახადები მოსახლეობის მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ხმაური იმასთან დაკავშირებით რომ ხელისუფლება რა მიიღო ეს გადაწყვეტილება ახლა მოდით ავიღოთ სამი კომპანია რომელიც არის ერთი ავიღოთ თხილის მწარმოებელი მეორე შოკოლადის და მესამე კიდევ რაღაც დაუშვათ ავიღოთ წყლის და აი ამ სამმა კომპანიამ გადაწყვიტა რომ კამფეტის ქარხანას გაერთიანდნენ სამივე ერთად და არ მიაწოდოს კამფეტის ქარხანას არც ერთმა პროდუქცია თუ ერთ-ერთთან ერთ-ერთს არ გადაუხდის. რა უდგას ამას წინ? არაფერი, იმიტომ რომ სამი კერძო კომპანია. გამომდინარე იქედან რომ აქ არის იმ ტიპის ბუნებრივი მონოპოლია, სადაც სემეკი ანუ სახელმწიფოს ჩარევა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის მხრიდან არის აუცილებელი რომ აი ეს სამი კომპანია არ გაერთიანდეს და მართლაც არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება გნებავთ ტარიფთან დაკავშირებით, გნებავთ ამოღებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად განუკითხავ იქნება, აი ამისათვის ჩაერია სწორედ სახელმწიფო და სემეკს დაავალა, მოდი ეს რეგულაცია შენ თვითონ გააკონტროლე. ეხლა რა წერია სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში? სამწუხაროდ ჩვენ ხმაურობთ და მოსახლეობას არ ვაგებინებთ იმას, მას რისი უფლება გააჩნია. მე მინდა გითხრათ რომ სემეკის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება 2010 წლის 13 ოქტომბრის 24/3 გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ მოქალაქეს დღეს რომ აქვს დავალიანება დაგროვილი, მას აქვს უფლება მიმართოს კომპანიას აი ამ დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე და სემეკმა დაავალა კომპანიებს რომ მინიმუმ რესტრუქტურიზაციის ვადა, ანუ დავალიანების გაწერვის ვადა, უნდა იყოს 36 თვე, ანუ 3 წელი. ეს არ იცის ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენ უნდა უთხრათ ამ ადამიანებს. მე გეუბნები, თქვენ არ ეუბნებით, თქვენ შეცდომაში შეხვდით. ბატონ გიორგი, თქვენ ეუბნებით, რომ არ გადაიხადოთ გადასახადი ჭამს პეტრე, ჭამს პავლე და ასე შემდეგ. ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც ეს მოქალაქეებს აიღებს. მოსახლეობა გაზრდილი. მეორე გადაწყვეტილება. გაბედნიერებულია. რა თქმა უნდა, ასე ხატადა დასვენებული თქვენი და მიშა სურათი და ლოცულობენ დილას საღამოს. ეს რა ბედნიერება მოგვანიჭებს. ასე ბატონო გიორგი, ერთი წუთი თუ შეიძლება. მეორე გადაწყვეტილება. მე ვსაუბრობ იმ პრაგმატულ რჩევებზე, რომელიც არსებულ ვითარებაში შეიძლება ადამიანებს მივცეთ, სწორ გზაზე დავაყენოთ და ეს გამოსავალი ვიპოვოთ. ესე იგი, ამ დადგენილებაში ასევე წერია, თუ ადამიანი ასაჩივრებს, რომ მას ზედმეტად დაერიცხა იგივე წყლის გადასახადი, იგივე დასუფთავების გადასახადი და ასე შემდეგ, დადგენილება ავალებს, რომ ამ კომპანიებმა შესაბამისობაში მოიყვანოს სიები, იცით ეს არის სულადობრივი გადასახადი, ავალებს რომ შესაბამისობაში მოიყვანოს თელასის სიებთან, რომელიც ყველაზე მეტად არის შესაბამისობაში საჯარო რეესტრის მონაცემებთან და თუ შემთხვევით მოვიდა 5 კაცის გადასახადი, 2 კაცის ნაცვლად და ასე შემდეგ, ესენი ვალდებული არიან რომ დააკორექტირონ აი ეს გადასახადი. კი ბატონო. შემდეგ კიდევ რომელიც ამ დადგენილებაში წერია შემდეგი დებულება. ეს არის რომ ასეთ შემთხვევაში თუ კი კომპანია არ უზრუნველყოფს აი ამ მოთხოვნების შესრულებას, რაც დადგენილებაშია, ის პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ანუ მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ინდივიდუალურ რეჟიმში ხელშეკრულება გააფორმოს აი ამ კომპანიებთან და მიიღონ ის შეღავათი, რომ თუ კი აქვს 100 ლარი და თუ კი იყო რისკი, რომ კომპანიას ეს 100 ლარი დღეს მოეთხოვა ერთი დღის განმავლობაში, ან ერთი თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუთიშავდნენ წყალს, ან ელექტროენერგიას და ასე შემდეგ. ამ დადგენილების თანახმად ამის გაწელვადება შეიძლება უკვე 3 წლის განმავლობაში. კი ბატონო. ეხლა მეორე საკითხი. ჩვენ თუ გვინდა რომ დაუბრუნდეთ
იგივე სიტუაციაში, როდესაც ორი თეთრი იყო ნაგავზე გადასახადი, მაგრამ მთელი ქალაქი მიქონდა ნაგავს. როდესაც შეიძლება წყალზე საერთოდ არავინ დაობდა გადასახადზე და ნახევარი ქალაქი არ მარაგდებოდა წყლით. თუკი გვინდა დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, ბატონო გია, თუკი გვინდა დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც არ გქონდა ელექტროენერგია და ყველანი ამით ბედნიერები ვიყავით, თუ ბატონ გიორგი ბედნიერი იყო, მე ვიცი საქართველოს ძალიან დიდი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ამით ძალიან უბედური იყო და შესაბამისად ეს ადამიანები გამოხატავენ კმაყოფილებას, რომ დღეს მათ აქვთ ელექტროენერგია, აქვთ წყალი, აქვთ გაზი და ასე შემდეგ. ვარდების რევოლუციის შემდეგ გაუმჯობესებული ელექტრომომარაგება, 24 საათიანი უწყვეტი ელექტროენერგია, გვაქვს წყალმომარაგება, გვაქვს დასუფთავებული ქალაქი. ყველაფერი ამის გამო არ უნდა გადავიხადოთ. საიდან მოვიდა მაშინ ეს შედეგი? ასეთი არგუმენტი აქვს ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, ბატონ გიორგი. თქვენ მოუწოდებთ ბატონ გიორგის საუბრებს, რომ არ გადაიხადოს გადასახადები. ხელისუფლების რომელ ქვეყანაში ხდება ესე? ხელისუფლების ამას არავინ არ ამბობს. ეს გადასახადი უნდა იყოს დასაბუთებული, ეს გადასახადი უნდა გამოდიოდეს რეალობიდან და მასში ჩადებული არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წილი, სხვათა წილი, რომლითაც ისინი ძარცვენ მოსახლეობას. მოდი დავიწყოთ დასაბუთება, თუ შეიძლება. სახელმწიფოს ხელისუფლების უმთავრესი მოვალეობა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ყოველ შემთხვევისათვის ისეთი გარემოს შექმნაზე, ისეთი სოციალურ გარემოს შექმნაზე, სადაც სული არ მოხდება. ეხლა ვიფიქროთ ამათი გადახდილი ერთი ოჯახის მაგალითი ავიღოთ. თქვათ პენსიონერის, რომელსაც ესენი უხდიან 85 ლარს. მაშინ, როდესაც გაძვირდა პურზე ფასი, გაძვირდა ზოგადად პროდუქტებზე ფასი, გაძვირდა ტრანსპორტზე ფასი, გაძვირდა წყალზე ფასი, გაძვირდა სხვადასხვა სახდელები, მათ შორის მოსაკრებელი, მათ შორის დასუფთავებაზე, როდესაც ინფლაციის პროცესი ნელ-ნელა ორ ნიშნად ციფრში გამოიხატება უკვე და ანუ რეალურად სოციალური გარემო გახდა საკმაოდ მძიმე ამ მოქალაქისათვის. რა ქნას ახლა ამ მოქალაქემ, როგორ გადაიხადოს ის სახდელები? იმ შემოსავლით, როდესაც რას ნიშნავს ეს სოფლიოში? არა, მაგალითები მოვიყვანოთ. საქართველოში ეს სახდელები, მოსაკრებლები და ზოგადად ტარიფები არის ყველაზე მაღალი. ამაში მართლა ჩემპიონები ვართ და მართლა ათეულში შევდივართ, ვიდრე მთლიანად აღებულ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და გნებავთ აღმოსავლეთ ევროპაში. როგორ იქ ელექტროენერგია არ არის? თუ როგორ არის? ან წყალმომარაგება არა აქვს? ან დასუფთავება არ მიმდინარეობს? რას ვეუბნებით იმ მოქალაქეს, როდესაც უსამართლობაზე ვლაპარაკობთ, რომელსაც გრაფიკით მიეწოდება წყალი? სულადობრივი გადასახადია, სულადობრივი. ვინ გითხრათ შეღავათი? სად არის შეღავათი? შეღავათი ამ ადამიანებს, რომელსაც გრაფიკით მიეწოდება წყალი, კან არ უძვირდებათ. გეუბნებით, მე გეუბნებით. თქვენ მეუბნებით, ტყუი ხართ. პირდაპირ გეუბნებით, რომ ტყუი ხართ. გნებავ დადგენილება ავიღოთ. რას ნიშნავს? გიგი უგულავა გამოვიდა, მე ზუსტად დანახმადაც ამ ადამიანებს არ დამთავრები სელეკის გადაწყვეტილებაში, რომელიც შეეხება წყალზე ტარიფის გაზრდას, არანაირი შეღავათებზე, არანაირი გრაფიკებზე საუბარი არ არის. როგორ დათვლიან გრაფიკებს, ისე საინტერესოა სხვადასხვა უბანში სხვადასხვა გრაფიკები მეწოდება წყალი. მე რა პირველად მოუთხოვებია და პირველად იტყუებია. თუ რა გაგიკვირდა? ანუ ესე ვთქვათ, გინდა თქვა მე თქვენ გეუბნებით სელეკის გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება წყალზე ტარიფის ზრდას, არანაირი დიფერენციაცია, არანაირი სხვადასხვა ტარიფები, არანაირი სხვადასხვა გრაფიკები იქ ჩამოწერილი არ არის. გაიზარდა პირდაპირ წყალზე ტარიფი. მორჩა გათავდა. ვისაც მიეწოდება წყალი, იმითი, რა ქვია, გრაფიკით. რატო ახტევებთ იმას სულადობით ხო იხდით? ხო ვიხდით, ხო მოვიხმარ. არ ვახტევინებ, თია მე ძალიან წუხარ, რომ დღეს მთელი დოკუმენტაცია ვერ წარმოვიდგინე. რომ არა თქვენი გადაცემა, მე ალბათ ცხოვრებაში ვერ ვნახავდი ბატონ გიორგის, იმიტომ რომ მათ მიერ ინიცირებულია რამდენიმე კანონპროექტი, ვეძებდი რომ კონსულტაციები გაგვემართა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და იქნებ რაღაც არგუმენტები გაგვეცვალა, იქნებ მართლაც აწუხებდა ხალხის მდგომარეობა და კონკრეტული წინადადებები ჰქონდათ ამ მიმართებაში, მაგრამ მხოლოდ თქვენ გადაცემაში ვხედავ ახლა ბატონ გიორგის და მისი გუნდის წევრებს საერთოდ ვერცად ვერ გხედავ. და ამიტომ ახლა როდესაც არგუმენტებზე და დოკუმენტებზე მესაუბრებით ბატონ გიორგი, მობრძანდით იმ პარლამენტში აიღეთ პასუხისგებლობა, რომელიც მიღებული გაქვთ ხალხისგან და მოდით რა ვისაუბროთ მაშინ უფრო დოკუმენტებთან დაკავშირებით. კი ბატონო. ზუსტად გეუბნებით, მე ამოღებული ოფიციალური გამოვითხოვეთ ეს გადაწყვეტილება, რომელშიც არანაირად მერის მორიგი ტყუილი ასახული არ არის. მაგრამ თავი დავანებოთ ამას. გენდაც ესე იყოს.
ვინ აგებს პასუხს იმ მოქალაქეებზე, რომელსაც გრაფიკით მიეწოდება წყალი და რომელზეც სულადობით იწერება და თუ ეს ტარიფი არ გადაიხადა, მან ან დააგვიანდა გადახდა. ამ შემთხვევაში მას შეუწყვეტავენ ელექტროენერგიას. ეს სამართლიანია? სადაური სამართალია? ეს აკოური სამართალია თუ იკოური თუ სააკაშვილის დადგენილი სამართალია? მერის განცხადება არ გამოდგება გარანტად, რომელიც მიაღებინებს ამას საკანონმდებლო სახეს. ახლა დაუბრუნდეთ ისევ იმ საკითხს, იმ პენსიონერებს სად გაწვდეს? წამალი გაძვირებულია, მონოპოლიზირებულია ისევ ამათ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. აი იმ პარლამენტში ყავთ თქვენ ერთ ქოქიაშვილია თუ რაღაც გვარია, რომელიც ავერსის მესაკუთრეა და მონოპოლიზირებული აქვს თლიანად